ინდისის პატიმრების სასამართლო პროცესები გრძელდება ბათუმში. სამ სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. პატიმრობაში მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე რჩება. ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული. სწორედ ამ არგუმენტით დატოვა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მის გისოსებს მიღმა. თამარ თედიაშვილი დეტალებით გვერდდება ბათუმიდან. პირდაპირ ეთერში თამარ გისმენთ. დიახ, გიორგი, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი. დეკანი მამუკა ჯორბენაძე და სამი სტუდენტი გირაო სანაცვლოდ გათავისუფლდა, ხოლო ანრი კაკაბაძე დარჩა პატიმრობაში. პროკურატურამ თავად მოითხოვა დაკავებული 4 პირის გირაო სანაცვლოდ გათავისუფლება, 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს თითოეულ მათგანს, ხოლო ანრი კაკაბაძის შემთხვევაში პროკურორი პაატა ცეცხლაძე ითხოვდა აღკვეთი ღონისძიება არ შეცვლილიყო და პატიმრობა დარჩენილიყო. ანრი კაკაბაძე არის პიანისტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, თუმცა ამის მიუხედავად ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ და ის კვლავ დატოვა წინასწარ პატიმრობაში. რაც შეეხება უშუალოდ პროცესზე მამუკა ჯორბენაძემ და სხვა ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ არ მოხდება კონფლიქტის განახლება, ისინი მზად არიან შერიგებისთვის, როგორც აღმოჩნდა მეორე მხარეც დაზარალებულიც მზად არის შერიგებისთვის და სწორედ თავისი სტუდენტების ინტერესების დაცვით დაიწყო სიტყვით გამოსვლა დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ, როგორც გითხარით. სამი სტუდენტი დავით გვიანიძე, გურამ მიქელაძე, გიორგი დავითაძე და დეკანი ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ჯორბენაძე 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ, ხოლო ანრი კაკაბაძე დარჩა პატიმრობაში. მათ საშუალება აქვს ჯერ კიდევ სემესტრი დაახლოებით. მე ხმარ დარწმუნებული შემიძლია ვიტყვი. ეს განსაცდელი მათთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული დასკვნების გამოტანა შეძლეს საკითხი. უფრო მეტად იქნებიან, დარწმუნებული და მოტივირებული განვითარებაზე, რომ ისწავლონ პროფესიაში შედგნენ, რომ საზოგადოებაში მართლა თავისი ფიზიკური ადგილი დაიკავონ ამ სტუდენტებს. უწესრიგესი ადამიანები არიან, ამიტომ ჩემი თხოვნა აღარ მოსამართლე. ეს ბავშვები დაუბრუნოთ დავით ჩვეულებრივ და შვიდ ცხოვრებას. ძალიან ხო, ეს არის როგორ აღიქვარო ის უნდა გასაშრება შემოგვიყვანოთ იმას მასალებს, რომ დავაშეროთ სიყვარული, დავაშეროთ სიკეთე და ამიტომ ვთქვა, რომ თქვენ დღეს კი დავშერებთ ჩემ შეფარებასაც ხელსო და პროცესი დაკავებთ. როგორც გითხარით, ბრალდების მხარემ განსხვავებული პოზიცია წარმოადგინა დაკავებულ ანრი კაკაბაძესთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს საქმის განხილვა, სხვა საქმესთან დაკავშირებით ზუსტად იგივე მუხლით 126-ე ჯგუფური ძალადობის მუხლით დაახლოებით 1 წლის წინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა მოსამართლეს, რომ აღკვეთი ღონისძიება არ შეცვლილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე ჯერჯერობით განაჩენი არ ყოფილა და შესაძლოა ანრი კაკაბაძე გამართლდეს. ამის მიუხედავად მოსამართლე ლევან ყოლბაიამ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა. აუცილებლად უნდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, რომ ანრი კაკაბაძე არის ერთ-ერთი წარმატებული პიანისტი. ის ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა წამყვან თეატრში ყოფილა, სხვადასხვა კონცერტზე, ასევე არის არაერთი კონკურსის ლაურეატი და ჩვენი ინფორმაციით წინა შემთხვევაც, რომელზეც განხილვები, სასამართლო განხილვები ამ დრომდე მიმდინარეობს, არ უკავშირდება მის ძალადობრივ ქმედებებს. ის იყო გამშველებელი წინა შემთხვევაში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო პროცესი ჯერჯერობით იმ საქმეზე არ არის დასრულებული, ლევან ყოლბაიამ ანრი კაკაბაძე პატიმრობაში დატოვა. მარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს 20 წლისაა და პატიმრობის გამოყენება იქ ძალიან შეზღუდულია და ახლა მოსამართლემ სხვაგვარად გადაწყვიტა სამწუხაროდ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე უნდა შეეცვალოს. გამოყენებული უნდა ყოფილიყო გირაო, კი ბატონო, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის პოზიციას, მაგრამ სასამართლოს თავის მხრივ სასამართლობის ამ მქონე პირისთვის იგივე პირობები უნდა გაევრცელებია, როგორც სხვა პირებს იმავე საქმეში. რაც შეეხება სხვა საქმეზე ბრალდების ფაქტის არსებობას, ეს არ ნიშნავს, რომ პირი არის სასამართლობის მქონე ან ოდესმე დამნაშავედ ყოფილა ცნობილი. რაც შეეხება მომხდარს დეკემბრის დასაწყისში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ხელოვნების უნივერსიტეტში დეკანსა და ერთ-ერთი ლექტორის მეუღლეს შორის, რა დროსაც დაკავებული სტუდენტები ჩაირივნენ ამ ფიზიკურ დაპირისპირებაში და შემდგომ უკვე 9 დეკემბერს ისინი დააკავეს.
ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ ამ ფაქტს მომხდარს უკავშირებდნენ პოლიტიკურ დევნას, ვინაიდან და რადგანაც დაკავებული სტუდენტები და დეკანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ აქტიურად, პატიმრობაში დატოვებული ანრი კაკაბაძის სასამართლო პროცესი საქმის არსებითი განხილვა ჩაინიშნა 11 თებერვალს, როგორც გითხარით, 126-ე მუხლით ედავებიან დაკავებულებს სამართალდარღვევას, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.